იგავარაგები. სულხან საბა ორბელიანი. გრძნეულის შვილი. ერთი კაცი ტყეში სანადიროდ წავიდა. უცებ თვალი მოჰკრა მგელს, რომელსაც კბილებით ბავშვი ეჭირა და სადღაც მიარბენინებდა. კაცი გამოუტყა მგელს, ბავშვი პირიდან დააგდებინა, ხელში აიყვანა და ჰკითხა: სადაური ხარ შვილო, ვინაა შენი პატრონიო? მე გრძნეულის შვილი ვარ, მიუგო ბავშვმა. მგელმა მომიტაცა და ტყეში წამომიყვანა, რადგანაც გადამარჩინე, ისეთ საიდუმლოს გაგანდობ, მთელი სიცოცხლე უზრუნველად იცხოვრებ. ახლა აქ მამა ჩემი მოვა და ჩემს სანაცვლოდ ურიცხავ ოქროს შემოგთავაზებს, მაგრამ შენ სულმა არ წაგძლიოს და არ გამოართვა. ასე უთხარი, სანამ შენი მარნის გასაღებს არ მომცემ, შულს არ მოგიჩენთქო. კაცმა ბავშვი ჯირიკის უკან გადამალა და ზემოდან თავისი მოსასხამი გადააფარა. ამასობაში გრძნეულიც მოვიდა და კაცს უთხრა: შვილი მგელმა მომტაცა და მაპოვნინებ, ოქრო ვერცხლით აკავსებ. მე ოქრო ვერცხლი არ მინდა, უპასუხა კაცმა. მაგრამ თუ შენი მარნის გასაღებს მომცემ, შულს გაჩვენებ. დაღონდა გრძნეული კაცი. მაგრამ რაღაც იზამდა, შვილი ხომ უნდა დაეხსნა. მისცა კაცს მარნის გასაღები და თან ბუზღუნს მოჰყვა. ჩემი შვილი გეტყოდა, თორემ შენ საიდან გეცოდინებოდა ჩემი მარნის ამბავიო? მერე კაცი ერთ უშველებელ კლდესთან მიიყვანა და უთხრა: ამ კლდეს გასაღებს შეახებ თუ არა, გაიხსნება და მარანი გამოჩნდებაო. მართლაც შეახო თუ არა, კაცმა გასაღები კლდე გაიხსნა, მაგრამ იქ ერთი სახედრის მეტი ვერაფერი დაინახა. როგორ მომატყვა იმ გრძნეულმა, თქვა კაცმა, თან გაწპილებულმა ვირს სახრე გადაჰკრა. ჰოი, საოცრებო, ძირს ურიცხავე ოქრო ვერცხლი და ბრილიანტები არ ჩამოცვიუდა? გახარებულმა ვირი შინ წამოიყვანა და ცოლს ახარა. ასეთი განძი ვიშოვე, ამიერიდან სულ უზრუნველად ვიცხოვრებთო. სახედარი შინ დააბეს. დაკრავდნენ სახერს და სულ ოქრო ვერცხლის ცვიოდა. სიმდიდრემ კაცი გააყოჭყოჩა. ერთ დღესაც ვირზე ახედრდა და აბანოში წასვლა მოინდომა. ცოლი ეხვეწებოდა ვირს ნუ წაიყვანო, მაგრამ კაცმა არ გაუგონა. აბანოსთან რომ მივიდა, ვირი კარზე მიაბა და თვითონ შიგ შევიდა. თურმე მექისე სხვაგან იყო წასული. დაბრუნებულმა აბანოს კარზე მიბმული ვირი რომ დაინახა, გაბრაზდა და სახრე გადაჰკრა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. როცა ვირმა ურიცხვი თვალმარგალიტი გადმოყარა, გაიხარა მექისემ. ვირი ახსნა და შინ წაიყვანა. მის სანაცვლოდ კი აბანოს კარზე თავისი ვირი მიაბა. ამასობაში კაცი დაბანას მორჩა, შეჯდა თავის ვირზე და შინისკენ გასწია. შინ რომ მივიდა, ვირს სახრე გადაჰკრა, მაგრამ მან თვალმარგალიტი აღარ გადმოჰკრა. კიდევ ბევრჯერ დაჰკრა სახრე, მაგრამ ვერაფერს გამორჩა. მიხვდა, რომ ვირი ვიღაცას შეეცვლა და ძალიან დაღონდა. უცებ მოაგონდა გრძნეულის ნაჩუქარი გასაღები. წავიდა ტყეში, მივიდა კლდესთან და შეახო გასაღები. კლდე გაიხსნა, კაცი შევიდა, მიიარა, მაგრამ ერთ ხელსაფქოვის მეტი ვერაფერი ვერ ნახა. რა ვიცი, იქნებ გამომადგეს რამეშიო, გაიფიქრა და ხელსაფქვევი წამოეღო. შინ მისვლისთანავე დაატრიალა და რას ხედავს? საფქვევიდან ნაირ-ნაირმა საჭმელ სასმელმა დაიწყო ცვენა. თურმე ეს ხელსაფქვევი იმგვარად იყო მოწყობილი, რომ თუ წაღმა დაატრიალებდი, საჭმელს გადმოყრიდა და თუ უკუღმა სხვადასხვა ნივთს კაცი ისე გამიდრდა,
ისევ გამდიდრდა. მისი სახლი მუდამ სავსე იყო ათასნაირი საჭმელ სასმელთა და ძვირფასი ნივთებით. იგი კვლავ პატივმოყვარეობამ შეიპყრო. ერთ დღეს გადაწყვეტა დიდებული სუფრა გაეშალა და ხელმწიფე მიეპატიჟებინა თავის ამალასთან ერთად. ცოლი ემუდარებოდა ნუტო პატიჟებო, მაგრამ კაცმა ისევ არ დაიშალა და მეფემ თავის ამალასთან ერთად შინ მოიპატიჟა. ისეთი სუფრა გაეშალა, ჩიტის რძეც კი არ აკლდა. მეფემ ასეთი სიუხვე რომ იახლა და ჰკითხა, შენ გლეხკაცა, როგორ შეძელი ასეთი უხვი სუფრის გაშლაო? კაცმა ვერაფერი უპასუხა. მეფემ მისი ბინის გაჩხრეკა ბრძანა, მხლებლებმა ხელსაფქვევი იპოვეს და წაიღეს. დარჩა კაცი დამწუხრებული, წავიდა ისევ მაგრანში, ყოველი კუთხე კუნჭული დაათვალიერა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. ის იყო წამოსვლის ლასაპირებდა, რომ უცებ კედელზე ჩამოკიდებული გოგრა შენიშნა, მოწყვიტა და წამოიღო. მიდის კაცი და ფიქრობს, ჩემი ამ პარტონუვითა და ყოყოჭობით ყველაფერი დავკარგე, ნეტავ 4 ხელოჯოხიანი კაცი შემხვდებოდეს და მაგრად მიმგვებავდეს, ღირსი ვიქნებოდი. ამის გაფიქრება იყო და გოგრიდან 4 ხელოჯოხიანი კაცი გადმოვიდა. მისდგნენ და ისევ ურტყეს, ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს. ნაცემ ნაბეგვი კაცი რის ვაი-ვაგლახით წამოდგა, აიღო თავისი გოგრა და ლასლასით განაგრძო გზა. ქალაქს რომ მიუახლოვდა, კვლავ ინატრა. ნეტავ ამ გოგრიდან 12 რაინდი ამოვიდეს და ჩემს ვირსა და ხელსაფქვევს დამიბრუნებსო. ნატრა არ დაემთავრებინა, რომ გოგრიდან 12 შეიარაღებული რაინდი გადმოვიდა და 12-ვე სხვადასხვა მიმართებულობით გაეშურა. სულ მალე დაბრუნდნენ და კაცს თავისი ვირი და ხელსაფქვევი ჩააბარეს. კაცი შინ რომ მივიდა, ცოლს ყოველივე უბამბო, რაც თავს გადახდა. ცოლმა უთხრა, რადგან სასია, ჯობია ავიბარგოთ და უცხო მხარეს გადავსახლდეთ. ვაი თუ მეფემ ისევ შეიტყოს ჩვენი გამდიდრება და ყველაფერი წაგვართვას. კაცი დაფიქრდა, რამდენჯერაც ცოლს არ დაუჯერო, ყოველთვის წავაგე. ახლა მაინც დაუჯერო, მოჰკიდა ხელი თავის ვირსა და ხელსაფქვევს, აიბარგნენ და სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ.